გამარჯობათ, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ, მადლობა რომ გვეწვიეთ სტუდიაში. დავიწყოთ საუბარი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესით. წინასაარჩევნოდ ჩანს დაძაბულობა, არათუ ჩანს, დაპატიმრებებიც არის, ყველა მიმართულებით არის როგორც აი ამ აქციაში მონაწილეთა დაკავებები, ასევე ყოფილი პოლიტიკური თანამდებობის მქონე ფიგურების, ახლა ის თავდაცვის ყოფილი მინისტრი დააკავეს, ასევე ქვეყანაში შემოსული ორი უკრი დაიჭირეს, რომლებსაც ასაფეთქებელი ნივთიერება ჰექსოგენი აღმოაჩნდათ და უკვე მედიაში ვრცელდება ინფორმაციები, რომ უკრაინის SBU-ს დავალებას ასრულებდნენ ისინი. ადვოკატიც საუბრობს, უпростоრად თავად ერთ-ერთი დაკავებული ამბობს ის მძღოლი, რომ არ იცოდა რა ჩაუდეს, რა გამოატანეს. მოკლედ წინასაარჩევნოდ არ არის მარტივი ვითარება. გარდა ამისა, ჩვენ გვახსოვს ხელისუფლების მიერ გაკეთებული განცხადება ეუთოოდირის მოწვევასთან დაკავშირებით, რაზეც ეუთოოდირმა ასევე საპასუხო განცხადება გააკეთა, რომ ვერ ხედავს საჭიროებას ამ მოკლე დროში უბრალოდ თავად განახორციელებს მონიტორინგს, ეს ნიშნავს ფაქტობრივ ვარს ხელისუფლების შეთავაზებაზე. ასევე ვრცელდება 37 ქვეყნის განცხადება, მოთხოვნა აი ამ დაკავებულთა გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ძირითადად აქციებში მონაწილე პირების დაკავებასთან დაკავშირებით. თქვენ როგორ შეაფასებთ წინასაარჩევნოდ არსებულ გართულებულ ვითარებას ვიტყოდი და საბოლოო ჯამში არჩევნები გადაჭრის თუ არა იმ პრობლემას, რაზეც ხელისუფლება საუბრობს, რომ აი ყოველი არჩევნების წინ ამბობენ, რომ აი ახლა დასრულდება, ახლა დამთავრდება ეს ყველაფერი და აი კიდევ ერთი არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს თქვენი პოზიცია იქნება საინტერესო. მოგესალმებით ყველას. არ დამთავრდა ეს დაძაბული პერიოდი, 35 წელი გრძელდება საქართველოში. და ადგილობრივი არჩევნების წინ ჩვენ ვხედავთ დაძაბულ ატმოსფეროს, ჩვენ ვხედავთ დაპატიმრებებს, ვხედავთ საერთაშორისო ვითარებას ძალიან დაძაბულს საქართველოს გარშემო და დაინტერესებას, რომ საქართველოს მოხდეს დესტაბილიზაცია. ჩვენ ვხედავთ რომ ორი ძირითადად დაპირისპირებული პოლიტიკური ძალა, მმართველი ძალა და ოპოზიცია გადავიდა ერთმანეთის თავპირისპირებაში და კანონს სცილდება მათი მოქმედება, განსაკუთრებით რა ოპოზიციის, მაგრამ არც ოცნების მოქმედებაში ვხედავთ მე ბოლო მოვლენები მახვედველობაში კალაძის ოფისის წინ. არც ოცნების მომხრები რჩებიან მაინც და მაინც კანონის ფარგლებში. და ეს დაძაბული ატმოსფერო, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს, ძალიან ცუდ გავლენას ახდენს საზოგადოებაზე, ისედაც დაზაფხული საზოგადოება, რომელსაც 1000 პრობლემა გააჩნია თითოეულ ოჯახს საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთ, საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს, ეს რა თქმა უნდა ხელს არ უწყობს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. აი კიდევ გამოქვეყნდა მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ნახევარი წლის განმავლობაში ამ წელს გულისხმობ 2025 წელს სიკვდილიანობა უფრო მეტია დაბადებაზე და ეს ტენდენცია უკვე 2-3 წელია გრძელდება. უარესდება სოციალური მდგომარეობა საქართველოში. ბაზარში ვერ შეხვალ. ბაზარი და თუნდაც მაღაზიები იმ პროდუქტებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობისათვის, ფასები იზრდება. და ჩვენ რა თქმა უნდა საერთო ჯამში ქართული ოცნებას რახან სხვა ალტერნატივა არ არის, ქართული ოცნების ასე ვთქვათ, მომხრები კი არა ვართ, მაგრამ იმის მომხრე ვართ, რომ ქართული ოცნება დარჩეს, რადგან ასე მდგომარეობა სხვა ალტერნატივა არ არსებობს, ესეც ქართული ოცნების ბრალია საერთო ჯამში, რომ ალტერნატივა არ არსებობს. ნათელი ასე ვთქვათ,
ჯანსაღი ძალა, რომელიც კონკურენციას გაუწევდა ქართულ ოცნებას, არა ისე როგორც აი ეს პროამერიკული პროდასავლური ძალა უწევს. მაგრამ საერთო ჯამში ჩვენ გვინდა რომ მაინც ქართული ოცნება დარჩეს ხელისუფლებაში ადგილობრივ ორჩევნებშიც. შესაბამის შედეგებით დამთავრდეს ეს არჩევნები, მაგრამ მთავარი პრობლემა რჩება. ქართული ოცნება როგორც მმართველი ძალა ვერ აჩვენებს საქართველოს მოსახლეობას თუ რა მომავალს აშენებს ის. და როგორ შეიძლება იმ პრობლემების გადაჭრა, რომელიც საქართველოში არსებობს, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ვერც ერთი პრობლემა, რომელიც არსებობს საქართველოში 35 წელია, ეს სოციალური პრობლემებია. ეს არის უმუშევრობის პრობლემა, ეს არის მაღალი ხელფასების პრობლემა, ეს არის რომ პენსიები არ ყოფნის ხალხს სამალში. ეს არის დასაქმების პრობლემა, განსაკუთრებით ახალგაზრდობის, რომელიც იძულებულია გაიქცეს ქვეყნიდან, ძირითადად ევროპაში. აი, ნარკომანიის პრობლემა თითქოს ებრძვიან და ამას მივესალმებით. კორუფციის პრობლემა. ისევ ვფიქრობ აი ეს შემდეგ არ არის გადაწყვეტილი და არც არის გეგმა, ბოდიში და არც არის გეგმა ისეთი წარმოდგენილი პროგრამა ქართული ოცნების მიერ, სადაც კაცი წაიკითხავდა, შეხედავდა და იტყოდა, რომ აი 2-3 წელიწადში რაღაც შემსუბუქება მაინც იქნება აი ამ პრობლემების. აი ნარკომანიის საკითხი წამოჭერით თქვენ თუ გახსოვთ არაერთხელ ამ ბოლო კვირეების განმავლობაში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში რამდენიმე განცხადება გაკეთდა ამ ეგრეთ წოდებული ბარიგების დაკავებაზე, ან ნარკოტიკული ნივთიერებების რეალიზატორთა დაკავებაზე საკმაოდ ბევრი აიყვანეს და დაიჭირეს. და როგორ ჩანს მართლაც მიდის მუშაობა ამაზე. ვინაიდან ახლა ყველა ვცხოვრობთ აქ თბილისში, გვესმის რომ პრობლემაა ეს ნარკომანია. ბოლო პერიოდში ნარკოდამოკიდებულები უბანში პირდაპირ აი უბნებში დილაუთენია უკვე წრიალებენ ეს მაგათი ტერმინია ერთი სიტყვით ასახავს მათ მდგომარეობას, ფიზიკურ მდგომარეობას და ხავიან ბოლო ხმაზე. ეს შეიძლება იყოს აი ეგრეთ წოდებული გელალეჟავასგან ვიცი, ერთ ცნობილი ნარკოლოგია და როდესაც საქართველოს ჯერ კიდე საბჭოთა რესპუბლიკა იყო, მაშინ იყო ჯანდაცვის მინისტრი ეს კაცი და ეგრეთ წოდებული ლომკა აქვს, ანუ როდესაც ვერ იღებს ამ წამალს თავის დროზე, მაგათაც ხო თაი როგორც ჩანს თავიანთი გრაფიკი აქვს. შესამჩნევია რომ ბოლო ამ რამდენიმე კვირის განმავლობაში გარდა ამ წრიალისა, აი ბოლო ხმაზე ხავიან, აი პრობლემაა რა ქვეყანაში და ეს შესაძლოა მართლაც ერთ-ერთი მაჩვენებელი იყოს, რომ თუ კი ეს წამლის რეალიზატორები აიყვანეს, უკვე დეფიციტი ექმნებათ ამ ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებაში, რაც იწვევს აი ამ ხმაურს. სიმპტომები არის, ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, არის თუ არა სისტემური მიდგომა ძალოვანი სტრუქტურების განცხადებების, წარმოადგენლების განცხადებების მიხედვით, როგორც ჩანს, ნარკომანიასთან ბრძოლა სერიოზულად არის გამოცხადებული და ეს გამოჩნდება და ჩვენ მივესალმებით, ასე თუ არის ეს და ეს კამპანიურ ხასიათს თუ არ ატარებს, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით ამას, ეს ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოს მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით ახალგაზრდობისთვის. გამოჩნდება 2-3 თვეში თუ როგორი სისტემური მიდგომა და თანმიმდევრულია ქართული ოცნების ახალი მთავრობა ამ პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებით. კორუფციასთან ბრძოლა, აქაც გამოჩნდება თუ რამდენად თანმიმდევრულია. თუ შეწყდა თბილისში მშენებლობები, აი ეს უთავბოლო მშენებლობები. რაც თბილისის პირველი პრობლემაა, საიდანაც გამომდინარეობს სხვა დანარჩენი პრობლემების, მათ შორის აი გზებზე რაც არის თბილისის ქუჩებში, საცობების პრობლემა და სხვა. ეს ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის აი ეს მშენებლობები. სრულიად ზედმეტი მშენებლობები და დანაშაულებრივი მშენებლობები, რომელიც თბილისი, რომელმაც გადააქცია ქალაქად, რომელიც უარგისია. აი ესეც გამოჩნდება, საცხოვრებლად უარგისია ნამდვილად დღეს. ესეც გამოჩნდება რამოდენიმე თვეში. აი შეწყდება, მე მაგალითად მორატორიუმს გამოვაცხადებდი აი კალაძის მხრიდან, თუ მას უნდა რომ ხმების რაოდენობა მეტი მიიღოს და მეტი წარმატებით მოიგოს ადგილობრივი არჩევნები, მე მას მაგებრად გამოვაცხადებდი მორატორიუმს
თბილისში მშენებლობაზე. მესმის თქვენი რასაც ბრძანებთ, არის ლოგიკა ამაში, რასაკვირველია თბილისს ჭირდება მორატორიუმი. ბათუმში მინდა გითხრათ აქვე ქუთაისაც დავამატებდი, ვინაიდან ისლამაზი ქუთაისი ბოლოს რაც ახლა შეებულებაში გახდით ქუთაისში, საფიჩხია როგორც მთაწმინდა მაღლა მდებარეობს და ორი უბანია როგორც გორა და საფიჩხია, რომელიც ქალაქს უყურებს ზემოდან, ასე ვთქვათ. ლანდშაფტია ესეთი ქუთაისში. და ეს სპეციფიკა რაც ქუთაისს ჰქონდა, ლამაზი ეს პატარა ბელეტაჟზე არსებული სახლები ქმნიდა ამ თავის ერთგვარ კოლორიტს ამ ქალაქში. ახლა მაპატიოს ყველამ და აი ფალოსებივით არის წამოჭიმული ეს კორპუსები უადგილო ადგილას, რომელიც ნამდვილად აშკარა ხდება, რომ აუშნოვებს ამ ქალაქს. ხო და აი რაც შეეხება ამ მშენებლობებს თბილისში რომ გაუსაძლის მდგომარეობა, მე თავად უყურებ ამას ყველაფერს. ჩემთანაც ახლა ჩემს უბანში, ისნის რაიონის მაცხოვრებელი ვარ და ვაკვირდები მოყოლებული ისნის კინოთეატრიდან და როგორც ამბობენ მისაღებასაც აპირებენ. იქ გვერდზე სკვერი იყო და მე სახლი აშენდა, ახლა ის სახლიც დაინგრა და ახლა ებრაულ ქართული კომპანიაო ბანერია გამოკრული. იქვე იყო მინდა გითხრათ ასევე პერპენდიკულარული პატარა საცალფეხო ქუჩა, ანუ ერთი მანქანა ეტეოდა როგორც ჩანს სახანძრო ან სასტრაფო დახმარებისთვის. ამ ქუჩადან ბორდიურებიც კი ჩაწეული იყო ქეთევან დედოფლის გამზირზე გამოსასვლელად და წყვეტილი ხაზიც კი იყო ღერძულა ხაზიდან რომ ამ ქუჩაზე შესულიყო მანქანა. მოვდივარ ერთ ჩვენიერ დღეს და ვხედავ ღობავენ ამას. ანუ ის დეველოპერი სადაც აშენებს და მუშებს ვეკითხები რა ხდება ქუჩა ამეთქი. ანუ ისნის კინოთეატრს და ამ შენებლობაში შორის ქუჩა უკვე შემოღობილი. ესო ჩვენი იყო, აი ამ ტერიტორიისო. კაცო, ვეუბნები, ქუჩა იყო, ნახეთ, ბორდიურია ჩაწეული, წყვეტილი ხაზი ხატია. ღერძულა ხაზის, რომ მანქანა შევიდეს. ანუ თუ ის დეველოპერი აშენებს იქ კორპუსს, გახსოვთ ბათუმში რა ერქვა იმ სასტუმროს, რომ დაიწვა უამრავი ხალხი ლეოგრანდი თუ არ ვცდები. ხალხი დაიხოცა უბრალოდ ევაკუაცია ვერ თუ იქ კორპუსი ჩადგება 10 სართულიანი თუ 12 სართულიანი, ეს ქუჩა ხო უნდა გაიხსნას კვლავ. შემოღობილია. ანუ გამოდის რა ქუჩა გაუქმდა, როგორ იქ ახლა 1000 კაი თარგმანსაც არ საჭიროებს. ჩვენ გვაქვს რუსული სიტყვები, რომლებიც მშვენივრად ესმის, ჩვენ არ გვავალდებულებს ახლა პირდაპირ სატელევიზიო ეთერშია რო ვართ, ინტერნეტ სივრცეში ვართ, პირდაპირ ვიტყვი, კანონში არის ლაზეიკები, ეგრეთ წოდებული, ესე იგი, გამოსავლის მიმართულებას რო აძლევს ადამიანს, რომელიც რაღაცას ცდილობს, თუნდაც ეს მშენებლებს, დეველოპერებს, ყველაფერს ცდილობენ, გაქნილი იურისტი ან ადვოკატი ყველაფერს აკეთებს, რომ გახადოს შესაძლებელი თავისი ეს სურვილი მიიწებოს. გულისხმობ ამ მშენებლობაზე. ხო და აი ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე, ახლა არ ვიცი ჩვენ გვაქცევს ვინმე ყურადღებას თუ არა, თუნდაც მერიიდან. თქვენ ახსენეთ ეს მორატორიუმი. კალაძემ რაქნას. მაგალითს მოგიყვანთ 90-იანი წლებიდან. საკავშირო არხპროექტის დირექტორი იყო, გახლდათ ესეთი პიროვნება გონჩაროვი, ინტელიგენტი კაცი. ეს უბრალოდ მე ვიცი ოჯახიდან და ის იყო პირდაპირ აი ტვერსკაიასთან იქვე იყო ბულვარი ტასის შენობასთან რომ მიდიხარ მოსკოვში ტასი სააგენტო საინფორმაციო სააგენტო ტასი იქ იყო ეს საკავშირო არხპროექტი ტვერსკოი ბულვარ ნომერ 1 აი პირდაპირ იქ ეს ადამიანი მოკლეს ეს გონჩაროვი რატომ მოკლეს იმიტომ რომ არხპროექტის დირექტორობის შემდეგ რუსეთის მაშინდელმა ხელისუფლებამ დანიშნა ზაპავედნიკების დირექტორად. ანუ მოსკოვის გარშემო აი ეს ბარვიხა, სამთავრობოების მთელი ფაქტობრივად აი ეს ლანდშაფტი, ბუნება, ხემცენარეები, აი ეს შერემეტიევო და ესეთი აი დიდებული ადგილები. აი ჩვენთან თავის დროზე იყო წყნეთი, კოჯორი ეს დაჩები ხო იყო აგარაკები. რატომ მოკლეს ეს კაცი? სადარბაზოში, თავის სადარბაზოშივე აკუწეს, ნაწილ-ნაწილ ტომარაში იღეს მისი ნეშტი. და მინდა გითხრათ, დაკრძალულია პირდაპირ იესენინის, რომელიც ასევე, ცნობილი პოეტი, იესენინის გვერდით იქ ამ მოსკოვის სასაფლაოებთან ადგილი ცოტაა და მოხდა ისე, რომ იქ დაიკრძალა. არ დათმო მუქარები აი ამ სხვადასხვა დეველოპერებიდან
მილიონერებიდან, მაფიოზებიდან, მე გეუბნებით 90-იანი წლების მოსკოვს. ისინი თხოვდნენ, რომ გაეცა მას ნებართვები აი ამ კარგ ადგილებში, მათთვის აი ამ ვილების აშენებისთვის. აი ამ სრასასახლეების აშენებისთვის. იმიტომ რომ შინაგანად იყო წესიერი კაცი, ინტელიგენტი კაცი, იპოვე საკუწული. ეხლა მე ამ პარალელს იმიტომ არ ვავლებ, კალაძეს ჯვარი წერია ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს, მაგრამ კალაძემ რომც გამოაცხადოს ეს მორატორიუმი ინდივიდუალურად. შეჭამენ მას. მე თქვენ ხვდებით ვინ შეჭამს. აი თუნდაც ხო ვახსენე ხო აბრა იყო გაკრული ებრაულ ქართული ანუ კონკრეტულად მათზე არ მაქვს ლაპარაკი. არაბები არიან თუნდაც არ ვიცი ვინც გიგნებავთ მილიონერები ვიღაცები ვინც ხედავენ რომ ეს მშენებლობა არის სარფიანი ბიზნესი. სანამ აქ იყიდება კვადრატაჟი ჩაყრიან ფულს. ხე დათო პოლიტიკური გადაწყვეტილება გასაგებია რასაც. გესმით ხო რასაც ვიძახ? კი, გასაგები. პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა იყოს. ხო და ამიტომ ვამბობ მე კალაძის ადვოკატად არაბები და აი გეტყვი მაგის პასუხს. ჯერ ერთი კალაძეს იქით იმუქრება, აქეთ მინდა იმუქრება მაგას, ჯერ ერთი. იმიტომ რომ ხელისუფლების ნაწილია. მე ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. არაბები და შემოსული ხალხი, ირანელები, ეს მეორე ხარისხოვანი პრობლემაა. ჩვენ ნახოთ ვინ არის დეველოპერი. ვის ინტერესებში შედის ეს მშენებლობები. რახან დავიწყეთ ამას საუბარი. ზუგდიდშიც იგივე პრობლემები თანდათანობით გამოჩნდა. ადგილობრივი დეველოპერები, აი პარლამენტში ვინც ზიან და მთავრობაში ვინც არიან, მათი ბიზნესია ესა. ქართული ოცნების ბიზნესია ეს. და ნაწილი არის აი წინა ხელისუფლების წარმომადგენლების. უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. შენ თუ საქართველოზე ფიქრობ, შენ თუ თბილისზე ფიქრობ, ქუთაისზე ფიქრობს, აი მართლა ულამაზესი ქალაქია, აი ამ კუთხით რა კუთხითაც აღნიშნე. ქუთაისი, ბათუმი ხო გააფუჭეს, ბათუმი არ ვიცი ახლა, ბათუმი ეს არის, ის ბათუმი ხო არ არის უკვე. ქობულეც იგივე ემუქრება. ახლა პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ იერსახეს უნდა მივხედოთო. გონიოში მოხდა შემთხვევით ჯუნგლები იყო ბეტონის. პირდაპირ სანაპირო ზოლთან მანქანებს ვერ ეჩერებს. გრძელდება უკვე ბათუმს გარეთ გრძელდება ეს დანაშაულებრივი მოქმედებები. რახან ამაზე დავიწყეთ საუბარი, ერთი სიტყვით ეს უნდა იყოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. რომელიც უნდა მიიღოს ქართულმა ოცნებამ. ხო არის გადაწყვეტილი ახლა, რომ საქართველოს უნდა შევიდეს სამეულში ევროპის ქვეყნებს შორის ყველაზე ნაკლები კორუფციით. ან კორუფცია საერთოდ არ უნდა იყოს ქვეყანაში. ეს გამოცხადებულია, ხო? ეს გამოცხადებულია პრემიერ-მინისტრის მიერ, გამოცხადებულია ქართული ოცნების ლიდერის მიერ. აი ეს უნდა გამოცხადდეს ესეც. თუ იერსახეზე ზრუნავს ქართული ოცნება და პრემიერმა გამოაცხადა, რომ ჩვენ ქართული, ესე იგი იერსახესთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბით. იქ მე მგონი სახურავებს და შეეხება ეს ღობეებს შეეხება აი ასეთ მომენტებს შეეხება მთელი საქართველოს მასშტაბი. ეს ძალიან კარგია, ამას მივესალმებით. და ის იგივე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. იერსახე თუ მნიშვნელოვანია ქართული ოცნებისთვის, უნდა გაჩერდეს მშენებლობები თბილისშიც, ზუგდიდშიც, დაუშვათ ქუთაისშიც და ბათუმშიც. უნდა გავაკეთოთ, ტაიმ-აუტი უნდა ავიღოთ, შესვენება უნდა გამოვაცხადოთ. და ახალი პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ, ის პოლიტიკა, რომელიც არა დეველოპერების ეკონომიკური პოლიტიკა. ანუ ნეპი ეგრეთ წოდებული. ნოვა ეკონომიკური პოლიტიკა. როგორც ლენინის დროს რო იყო. ეს მასშტაბური, კი ბატონო, მაგრამ ახლა მშენებლობაზეა საუბარი, ამ მშენებლობის დარში. ჩვენ მშენებლობის სამინისტროც კი არა გვაქვს, რომელიც ამ საკითხს არა დაარეგულირებდა. საერთოდ არ არის უწყება ეკონომიკის სამინისტრო არ არის პასუხისმგებელი ამ მიმართულებით ვერ იღებს და არ იღებს პასუხისმგებლობას. ჩვენ უწყება არ აქვს. თბილისში არის ეს თბილისის მერია. თბილისის მერია, რომელიც ყველაფერზე აგებს პასუხს. ჩვენ არ გვაქვს უწყება, რომელიც ამ მიმართულებით დაარეგულირებდა პრობლემას საქართველოს მასშტაბით. გეთანხმებით. რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას, სწორია, ეს მხოლოდ შემლობა კი არა. საერთო ჯამში არა, საქართველოს მოსახლეობას აქვს უფლება, რომ გაიგოს თუ რა საზოგადოებას ვაშინდებთ ჩვენ. 2-3 წლის წინ ჩვენ გვახსოვს, რომ ყველა ეს ვინც დღეს კონსერვატორია და თავს წარმოადგენს, ესე იგი, მამალ კონსერვატორად საქართველოში იყო ლიბერალი.
თავრობის წევრების ჩათვლით. შეიცვალა. მაგრამ ესეც პოლიტიკის ნაწილია. პოლიტიკის ნაწილია. ეს პოლიტიკა მაგას გულისხმობს, სწორედ რომ გუშინ ლიბერალი იყო, დღეს შეუძლია გახდეს კონსერვატორი. ეს რას გავს ეს ჩვენ დაუშვა სტუდიაში რო არ ვიყოთ, ვიტყოდი. შენ ესე იგი გუშინ ის გაწყობდა და დღეს ეს გაწყობს და ამის მიხედვით რომ მოქმედებს, ეს არ არის სწორი. შენ უნდა იმოქმედო იმის მიხედვით თუ რა აწყობს ქვეყანას. თანაც ძელვადიან პერიოდში. დღეს კონსერვატორები არიან. კი ბატონო, კონსერვატორები ხარ დღეს, ხომ? მაგრამ არც მაშინდელი თქვენი პოლიტიკა და არც ახლანდელი თქვენი პოლიტიკა არ არის მიმართული რაღაც გრძელვადიან მიზანზე. ვერ გავიგეთ, საქართველოს მოსახლეობა ვერ გებულობს რა საზოგადოებას ვაშენებთ. ლიბერალიზმის არ მოგწონს, კი ბატონო, ამაში გეთანხმებით. ახლა კონსერვატორული აი პოლიტიკის ეპოქა დადგა. მით უმეტეს ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში შეერთებულ შტატებში და ჩვენ ხედავთ იქ რა მდგომარეობა. ამას სულაც არ გადაწყვეტა შეერთებული შტატების წინაშე მდგარი პრობლემები. ტრამპის მოსვლამ ხელისუფლებაში. მაგრამ შენ უნდა გვაჩვენოთ ჩვენ რას ვაშენებთ 5-10 წელიწადში 20 წელიწადში და 50 წელიწადშიაც კი ნორმალურ ქვეყნებში ასე ხდება. აი ევროპისკენ მივდივართ ჩვენ ხომ? ამაცინათ ჰოლანდიაში ვიყავი. გერმანია, ჰოლანდია, დაუშვათ ავსტრია, ეს შვეიცარია, ამ ქვეყნებს აქვთ წარმოდგენა ამ ქვეყნების მოსახლეობას თუ რა ქვეყანაში იცხოვრებენ ისინი 15-20 წლის შემდეგ. 25-30 წლის შემდეგ. ჩვენ დაგვავიწყდა ის პროგრამის მსგავსი რაღაცა, ანუ პრინციპების ერთობლიობა. უпростоრად ეს არ იყო გაწერილი პროგრამა კონკრეტულად, რაც შემოგთავაზა ქართულმა ოცნებამ 2012 წელს, სანამ მოვიდოდნენ ხელისუფლებაში. 20-30. დაავიწყდა მოსახლეობა საერთოდ. ამაზე საერთოდ საუბარი არ არის, რამოდენიმე წელია, ხო? რაღაცა გარკვეული კონტურები იყო იქ. 20-30-ში. უკვე მოვიდა 30, 4 წელიწადშია, ხო? საერთოდ არ არის. იმ პროგრამაზე საუბარი, პროგრამას ვერ დავარქმევთ, მაგრამ რაღაცა კონტურები მაინც იყო იქ გამოსახული. საერთოდ დაივიწყეს ამაზე საუბარი. როგორც კი გამოჩნდება აი ასეთი გრძელვადიანი პროგრამა, სადაც გაწერილი იქნება მიზნები, თუ საითკენ უნდა წავიდეს საქართველო და ამ მიზნებსაც დავასახელებ, თუ რა უნდა იყოს ის მიზნები. პირველ რიგში ის პრობლემების მოგვარების გზები უნდა იყოს იქ ესე იგი გაწერილი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას აწუხებს. ეს არის უმუშევრობა, ეს არის დასაქმების პრობლემა, მედლის ორივე მხარე არის. ეს არის ბატონო ჩემო სოციალური შიმშილის პრობლემა, ახალგაზრდობის პრობლემები და მიგრაციის პრობლემა. და როგორ შეუძლია ეს გადაწყვეტოს ქართულმა ოცნებამ 10 წელიწადში, 15 წელიწადში. ერთადერთი გზა ამის გადაწყვეტის არის ქვეყნის ეკონომიკის აღდგენა. ქვეყნის ეკონომიკის აღდგენაზე ვინმე ლაპარაკობს? ბორჯომში გაიხსნა ქარხანა ახლა. ეს ერთადერთი შემთხვევაა, რომელიც მე მახსოვს, რომელიც შეეხება რეალური ეკონომიკის საწარმო ერთეულის გახსნას. გახსოვს ანალოგიური რამ მე არ მახსოვს ბოლო 5-7 წლის მანძილზე. კი ბატონო, ქვეყანას ეკონომიკური ზრდა აქვს 10%-იანი, 12%-იანსაც კი ახსენებენ. რაში გამოიხატება ეს ეკონომიკური ზრდა? ვის დაეტყო ეს? ეს გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ დაუშვათ აი ბანკები კიდევ უფრო გამდიდრდნენ. გამდიდრებულია ესე მომსახურების სფერო, ტურიზმის სფერო გაიზარდა. გაიზარდა ჯანდაცვის სფერო, ასე ვთქვათ. ხარჯები გაიზარდა, ინფრასტრუქტურის სფეროში ხარჯები გაიზარდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არ დაეტყო საქართველოს რიგით მოსახლეობას. იმიტომ რომ დარჩა მიგრაციის მაღალი დონე, დარჩა უმუშევრობის მაღალი დონე, დარჩა რეალური შემოსავალი თანდათანობით მცირდება, ავადმყოფების რაოდენობა არ მცირდება, მიუხედავად იმისა, რომ მიზრდება ჯანდაცვის სფეროში დანახარჯები. ხომ და ვიკითხოთ, რაშია საქმე? რატო არ წყდება
აი ეს პრობლემები, რომელიც არის დგას საქართველოს მოსახლეობის წინაშე 10 წლეულების მანძილზე. ამაზე რატო არ საუბრობს ქართული ოცნება? ალბათ იმიტომ, რომ თავი ქუდში აქვს. იმიტომ, რომ ჩვენ ხედავთ, რომ ისინი მოიგებენ ადგილობრივ არჩევნებს და შეინარჩუნებენ ხელისუფლებას. ალბათ ამიტომ. აი, რო იყოს ჯანსაღი კონკურენცია, რო იყოს პოლიტიკური სპექტრი, ასე არ იყოს წარმოდგენილი, ანუ ოცნება, ქართული ოცნება, რომელიც დღეს ხელისუფლებაშია და რომელსაც ძალიან ბევრი უკმაყოფილო ყავს საქართველოს მოსახლეობაში, ან ამაზე ბევრად უარესი პროფაშისტური ოპოზიცია და იყოს ჯანსაღი პოლიტიკური ძალა, რომელიც ალტერნატივას აჩვენებს ქვეყანას, პირდაპირ ვიტყვი, ალტერნატივას იმ სისტემისა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ კონსერვატორები გახდნენ ქართული ოცნების ლიდერები, პოლიტიკა, ეკონომიკური და სოციალური არის ლიბერალური. ანუ ანტიხალხური პოლიტიკა. ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა დარჩა დაახლოებით იგივე, რაც იყო მიხეილ სააკაშვილის დროს. რასაც ქართული ოცნება აკეთებდა ამ სფეროებში 3-4-5 წლის წინ, ანუ მაშინ როცა ესენი ლიბერალები იყვნენ. აი ამის ალტერნატივა არის საჭირო. ალტერნატივა კი არის ერთადერთი ეკონომიკური პოლიტიკა, რომელიც გაითვალისწინებს არა ბიზნესმენების ინტერესებს, არა ბანკების ინტერესებს, არა მდიდარი ხალხის ინტერესებს, აი დეველოპერები ვახსენეთ. არამედ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესებს, შრომელების ინტერესებს. აი ეს ალტერნატიული პროგრამა და ალტერნატიული გზა არის საქართველოს ხალხი, რომელსაც შეუძლია ამის წარმოქმნა, მაგრამ დახშული არის მათთვის დიდი პოლიტიკის, ასე ვთქვათ, გზები. და დიდ პოლიტიკაში ჩვენ ვერ შემოვდივართ სამწუხაროდ. გამოსავალს რაში ხედავთ? მე მგონია, რომ ჩემი პროგნოზები ასეთია, რომ ეკონომიკური პრობლემების მოგვარება ვერ მოხდება, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა გაუარესდება და ქართული ოცნება იძულებული გახდება წავიდეს ამაზე. ქართული ოცნება იძულებული გახდება ან თვითონ შეცვალოს პოლიტიკა. ქართული ოცნება ამბობს პირიქით უკეთესი მდგომარეობა გვექნებაო. აქ აქცენტია აღმოსავლურ, არ ვიტყოდი ასე პირდაპირ ქვეყნებზე, თუმცა მეზობელი თურქეთი, აზერბაიჯანი, ანუ აი ეს ჯვარედინი პოლიტიკის შედეგად აქცენტები ასეთი იყო ყოველ შემთხვევაში. თქვენ გახსოვთ ბოლო ეკონომიკის მინისტრის ვიზიტი თურქეთში თუნდაც მაპატიეთ აზერბაიჯანში. ალიევის ქება იყო. კი ბატონო, ალიევის ქება იყო, ასევე შეხვედრა იყო ერდოღანთან, ყაველაშვილი იყო იქ. მე იქ ვერ ვნახე თურქეთის ეკონომიკური პოლიტიკის დაუშვათ გადმოტანის ცდილობები საქართველოში. იმიტომ რომ თურქეთის საფინანსო სისტემა და საბანკო სისტემა ორიენტირებულია ადგილობრივ წარმოებას და რეალურ ეგრეთ წოდებულ რეალურ ეკონომიკას, მატერიალური წარმოების სფეროზე. ისინი გასცემენ იაფ კრედიტებს ადგილობრივ ბიზნესზე, გრძელვადიან კრედიტებს და ატარებენ სრულიად ძალიან, ესე იგი, სასარგებლო პოლიტიკას შიდა ეკონომიკური ერთეულებისთვის. ანუ იცავენ თავიანთი საკუთარი ბურჟუაზიის, საკუთარი კაპიტალისტების და საკუთარი, ასე ვთქვათ, ინდუსტრიის ინტერესებს და წინ მიდიან, ასე ვთქვათ. ახლა ეკონომიკური კრიზისი იქ შეიმჩნევა, მაგრამ ეს დაკავშირებულია მაინც ძირითადად საერთო ეკონომიკურ კრიზისს და მსოფლიოს შექმნილ კონიუნქტურასთან. მე ვერ ვხედავ ქართული ოცნების აი ამ სააგიტაციო პროპაგანდისტულ კამპანიაში ნიშნებსაც კი, რომ ისინი შეცვლიან ეკონომიკურ პოლიტიკას. მე მგონია, რომ სოციალური მდგომარეობა გაუარესდება, რეალური შემოსავალი საქართველოს მოსახლეობის რეალური შემოსავალი იმათი, ვინც მუშაობს, მათ შორის ბიუროკრატიის, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში ერთ სიტყვით, მათი რეალური შემოსავლის შემცირების ტენდენცია გაგრძელდება, აქედან გამომდინარე ქართული ოცნება იძულებული გახდება იფიქროს ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე. კი ბატონო, და ახლა საკმაოდ დრო დაუთმეთ ჩვენ საქართველოში არსებულ ვითარებაზე საუბარს. აქვე მაინც მოდით დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი იმით,
აი ეს ახალი განცხადებები დასავლეთის ქვეყნების მხრიდან ასევე არის ეს კონფლიქტი გახსოვთ ეს გერმანიის ელჩის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით იქ პასუხებია სახელისუფლებო ტრიუმვირატის მხრიდან იქ პაპუაშვილმაც განაცხადა ამის შესახებ კობახიძემ კალაძემაც თუმცა მხარდაჭერა გამოუცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩომ გერმანიის ელჩს ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობამ, ანუ ეს წნეხი იკვეთება ხელისუფლებაზე. ნუ წინასაარჩევნო პერიოდია თან მოგეხსენებათ. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა ეს პროცესი და მიბმულია რა თქმა უნდა გლობალურ პოლიტიკურ მოვლენებზე. ისევ და ისევ ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობაზე უკრაინის კონფლიქტის ომის მოგვარებაზე და რუსეთთან მიმართებით. და მედიაში ვრცელი ანალიტიკური მასალები ეძღვნება იმას, რომ ტრამპი ნაწილობრივ ებრძვის ევროპას ცალი ხელით. მაგრამ ეს ყოველივე აი საქართველოს კონტექსტში, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნების წარმომადგენელთა და თავად ბრიუსელის ეს წვავე განცხადებები, რამდენად იქნება შედეგიანი ხელისუფლების, ანუ მათი მოთხოვნები რამდენად იქნება შედეგიანი. და თქვენ როგორ ფიქრობთ, ის პასუხები, რასაც ცემს საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ვერტიკალი, ასე ვთქვათ, ეს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, ქალაქის მერი, როდამდე გაგრძელდება ეს ჭიდილი, აი თქვენ როგორ უყურებთ ამას? პასუხი, რასაც ცემს საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს არის საერთო ჯამში ადეკვატური. იმიტომ რომ დასავლეთის ზეწოლის მიზანი არის აქ ხელისუფლების შეცვლა, ან ამ ხელისუფლების მიერ ანტიქართული პოლიტიკის გატარება საგარეო პოლიტიკისა, რომელიც დაღუპავს საქართველოს. რაც ეს გამოუვალ მდგომარეობა, ეს არის ისეთი წინააღმდეგობა, ისეთი დაპირისპირება, რომელიც შეიძლება ასე ვთქვათ გადაწყდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ან ხელისუფლება შეცვლის საგარეო პოლიტიკას დაექვემდებარება მათ, რაც არის სუვერენიტეტის სრული დაკარგვა, ან კიდევ შეიცვლება აქ ხელისუფლება და მათი მარიონეტი ხელისუფლება დაждდება. სხვა გადაწყვეტა აი ამ წინააღმდეგობას დაპირისპირებას არ აქვს. ჩვენ ხელისუფლებას არ აქვს პერსპექტივა სტრატეგიული კავშირისა დასავლეთთან. და მესმის ახლა ხელისუფლების სუსტი ეკონომიკა, სუსტი ასე ვთქვათ სოციალური პირობებია ძალიან მძიმე ამ ფონზე ხელისუფლება ცდილობს თავის შეინარჩუნოს და დრო გაწევოს. და ამიტომ არის რომ ის აგრძელებს აი ამ რიტორიკას რომ ჩვენ მივდივართ ევროკავშირში, ჩვენ ევროპა გვინდა, ჩვენ ესე იგი დასავლური ეს სტრუქტურები გვინდა, ნატო გვინდა და ასე შემდეგ, მაგრამ საერთო ჯამში ყველას ესმის ხელისუფლებაში რომ ეს რეალური გზა არ არის საქართველოს. საქართველოსთვის რეალური გზა, საქართველოს გადარჩენის რეალური გზა არის სხვა ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრირება. კერძოდ იმ ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში, რომელიც იქნება აღმოსავლეთში ჩინეთის ხელმძღვანელობით, ჩინეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობით, რომელსაც ეთყობა ინდოეთიც უერთდება. აქედან გამომდინარე, ზეწოლა ევროპის მხრიდან გაგრძელდება, ზეწოლა გაძლიერდება არჩევნების შემდეგაც, ადგილობრივი არჩევნების შემდეგ, რისთვისაც საქართველოს ხელისუფლება, რა თქმა უნდა, მზად უნდა იყოს. იმიტომ ვამბობთ, აი ამიტომაც არის პრაგმატული, ერთადერთი პრაგმატული გზა ხელისუფლების მისი მდგომარეობა რომ გამტკიცდეს. ეს კორუფციასთან ბრძოლა ეს ძალიან კარგია, ნარკომანიასთან ბრძოლა ეს ძალიან კარგია, მაგრამ საერთო სოციალური მდგომარეობა და ეკონომიკური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და მან უნდა შესთავაზოს საქართველოს ალტერნატიული გზა. ძირეული ცვლილებები უნდა მოხდეს საქართველოს ეკონომიკაში და სოციალურ სფეროში. აი ეს მაგალითად ჯანდაცვა იმისთვის კი არ უნდა იყოს, რომ გამდიდდეს ჯანდაცვაში არსებული კერძო სუბიექტები. იქ რომ ოპერირება, არამედ ჯანდაცვა უნდა იყოს მიმართული ნამდვილად საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის საკითხს. ხელობის სფეროში ჩვენ ნახეთ და ვთქვით რა უნდა გაკეთდეს და
და უნდა გაკეთდეს ის რომ ამ ჯანდაცვის სადაზღვეო სისტემასთან მე მაქვს პირადად კითხვები ვინაიდან სადაზღვეო სისტემაც კერძოა მთლიანად როგორ შეიძლება იყოს მედიცინა აი უბრალოდ ექიმი ელემენტარულად მედიკოსი და კლიანობაში ვგულისხმობ მედიცინას უნდა იყოს ორიენტირებული პაციენტს როდესაც გამოუვლინდება ან ჩივილი აქვს აი სამედიცინო ენაზე რო ვილაპარაკოთ უნდა იყოს ორიენტირებული დასწრებაზე ანუ ზუსტი დიაგნოზი და დროზე აღმოფხვრას ეს პრობლემა. მაგრამ ეს თვითონ ეს სისტემა, სადაზღვეო სისტემა, რომელიც პოსტფაქტუმ შესაძლოა აკეთებს და ის თანხა, რომელიც თქვათ იქ ილექება, რომელიც მერე განაღდდება სახელმწიფოსთან ურთიერთობაში და ასე შემდეგ. და ჩათვლა გაკეთდება რომ აი იმ კონკრეტულ პაციენტს უმკურნალეს. ოღონ უკვე დაგვიანებით მატარებელი როდესაც ჩავიდა. ავადმყოფი უნდა შედგეს, ავადმყოფობა უნდა შედგეს, რომ დაზღვევა მიიღოს ექიმებს, მედიკოსებს, რომლებიც ახლა ამ სფეროში არიან საერთოდ და სამედიცინო სფეროში და უმეტესობა რა თქმა უნდა დაზღვეული ცდილობს რომ ამ სადაზღვეო ხაზით გავიდეს ფონს, რათა პირდაპირ ჯიბიდან არ მოუწიოს ამ ხელა თანხის გადახდა, ხო? მაგალითს გეტყვით. ელემენტარულად ეხლა აი რო დაჭირდეს ადამიანს გაესინჯოს, თქვა გაიგოს რა მდგომარეობა აქვს გულსიზრახვა სისტემაში. უნდა მივიდეს პირობითად სადაზღვეო კომპანიაში, იქნება ეს GPI, ალდაგი, რა ვიცი რა, აღარ დავასახელებ, ახლა არ გამომივიდეს მათ რეკლამაში. გაუფორმებენ ეტყვიან რომ შენ გექნება პირობითად გადასახდელი თქვა ავიღოთ გულის ეკოსკოპია. 8 ლარი. რა თქმა უნდა ეს ადამიანი იტყვის კი როდის მიწევს ერთი კვირის შემდეგ ხო? ურჩევნია გადაიხადოს ის რვალი და რომ მივიდეს ემერჯენსში იმავე დღეს და ერთი კვირა არ ელოდოს. აი იმ ემერჯენსში ეს 8 ლარი კი არ დაუჯდება, დაუჯდება 80 ლარი, რომელიც თავის ჯიბიდან უნდა გადაიხადოს და თუ ამასობაში იქ სტენოკარდიული შეტევა განუვითარდა ან იშემია ან რაღაცა იქ მარცხენა პარკუჭი თუ რა ვიცი რა დიასტოლია, მიასტოლია ან გავანებებ ამ სამედიცინო ტერმინების რა ხარუხს თავს, ნუ მიხვედრი მიხვდება. შეიძლება დაემართოს იქ ინფარქტი პირობითად და წერილი წაიღოს. ამიტომ ვიძახი რომ მედიცინა, მედიკოსი ჰიპოკრატეს ფიც სტუდენტი როდესაც ორიენტირებული უნდა იყოს რომ დაასწროს, რომ ნახავს რომ თვალები რო გალურჯებული აქვს პაციენტს რო ეთყობა რაღაცა იქ თირკმელა არა აქვს წესრიგში ან რაღაც ღვიძლის პრობლემა აქვს თუ გაყვითლებულია ან რაღაც პირობით დასწრებაზე უნდა იმუშაოს. ექიმებს ხელები გადაგრეხილი აქვთ, შეკრული აქვთ და შეუძლია რო თქვას და იცის დიაგნოზი დასვას კარგ ექიმს რენტგენივით აქვს თვითონ თვალები რო შეხედავს პაციენტს, უკვე პირად იცის რა ჭირს იმას, რა დაავადება შეიძლება კონდეს. საშუალება არ ეძლევა რომ ამ ადამიანს უმკურნალოს დროზე ადრე. იმიტომ რომ სისტემა ეს სისტემა არის აწყობილი. სისტემა არ აძლევს საშუალებას, ამაზე სისტემა არის მიმართული იქითკე რომ ავადმყოფი იყოს მეტი. რომ მეტი ამოიღოს იმ ავადმყოფისგან, იმ ავადმყოფისგან კი არა, ხო, საერთოდ ჯამში იმ ავადმყოფისგან და ჩვენგან. იმ მათგან ვინც იხდის გადასახადებს და ვის მეშვეობითაც ივსება საქართველოს ბიუჯეტი. მაგრამ ეს არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ ეს სისტემა არის საერთოდ ნეოლიბერალური კაპიტალიზმის სისტემა, რომელიც ყველგან ეძებს მოგებას, არა მხოლოდ ჯანდაცვაში, არამედ ყველგან ეძებს მოგებას. აი ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს, როცა ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა და სოციალური მიმართულია მსხვილი კერძო ინტერესების შესაბამისად და არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად და თუ ეს ასე არ მოხდება, რა თქმა უნდა, მდგომარეობა საქართველოში არ გამოსწორდება, უფრო დამძიმდება და რაც უნდა გაითვალისწინოს ქართულმა ოცნებამ და დღევანდელმა მთავრობამ, რომ ეს დაძაბულობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია სუსტია, ჩვენ ვხედავთ, რომ მაინც დაძაბული მდგომარეობაა ქვეყანაში და თვითონ ქართული ოცნებაც არის დაძაბული. რატომ? იმიტომ რომ ხედავენ, რომ ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა, თვითონაც გრძნობენ ამას. და კორუფციასთან გამოცხადებული ბრძოლა ეს შემთხვევითი არ არის. ესეც არის საზოგადოების მხრიდან გარკვეული ზაპროსი მოთხოვნა. ოღონდ ეს არ უნდა დაემსგავსოს პოლიტიკური ანგარიშსწორების კამპანიას სხვათა შორის. და უნდა იყოს საკაც სისტემური მიდგომა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. იმის თქმა მინდა, რომ საქართველოში სულ სხვა ეკონომიკური პოლიტიკა უნდა გადარდეს.
უნდა იყოს ორიენტირებული საქართველოს ბიუჯეტი განვითარებისკენ. ჩვენ არის ეს განვითარების ბიუჯეტი? ეს არ არის განვითარების ბიუჯეტი. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ საქართველოს ბიუჯეტში დაუშვათ გათვალისწინებული იყოს ინდუსტრიული დარგების აღდგენა. აღარ მაღალტექნოლოგიური რაღაც ახალი დარგების ადგილზე გაჩენა და ადგილზე ჩამოყალიბება. ჩვენ ვერ ვხედავთ ამას. ეს არის ბიუჯეტი, რომელიც მიმართულია კერძო კომპანიების, რომელიც არსებობს და რომელიც საერთო ჯამში დაკავშირებულია მაინც მსხვილ პოლიტიკოსებთან, მთავრობის წევრებთან, პარლამენტში მიზიან იმათთან, აი იმ კერძო სტრუქტურების ინტერესებთან დაკავშირებული ბიუჯეტია. ეს არ არის განვითარების ბიუჯეტი. ეს არ არის საქართველოს ბიუჯეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს შეესაბამება. და არც ერთი პარტია სხვათა შორის არ გამოდის და ამაზე არ ამახვილებს ყურადღებას. არის პარტიები, რომლებიც ამახვილებენ სოციალურ მდგომარეობაზე ყურადღებას, რომ ასეთ მძიმე მდგომარეობა, მაგრამ გამოსავალს ვერ თავაზობენ და არ თავაზობენ საქართველოს მოსახლეობას. გამოსავალი კი ერთადერთია, რომ სახელმწიფო რეგულირების სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, სახელმწიფო რეგულირებისა ეკონომიკის სფეროსი და ეს სახელმწიფო რეგულირება უნდა დაექვემდებაროს საქართველოს მოსახლეობის ინტერესებს. რომელი პრობლემასაც არ უნდა შევეხოთ, ყველგან ჩანს ეს კერძო საკუთრების ინტერესები და მათი ყურები. ყველა სფეროში, ეს ჯანდაცვის სფერო იქნება, ეს მშენებლობა იქნება, თუ სხვა რამე. მშენებლობაზე დიდი დრო დაუთმეთ, ჩვენ ამაზე ვილაპარაკეთ, თუმცა აქვე კიდე დავამატებდი ახლა რაც გამახსენდა, პრაქტიკიდან გამომდინარე ვილაპარაკობ და ვფიქრობ, რომ მაყურებელს ეს უფრო ნაცნობ ვითარებას რო აწყდება, უფრო მეტ ყურადღებას აქცევს. ახლა ერთია, რომ აი თბილისში მშენებლობებზე ვსაუბრობდით ხო ამ კორპუსების ჩადგმაზე. იმ ადამიანებმა რა ქნან, ვისაც უკვე უნდათ რომ გაექცნენ ამ არსებულ ქაოსს, ჩაბეტონებული როა მთელი ქალაქი და თუნდაც თბილისის გარშემო აქვთ ტერიტორიები, სადაც უნდათ ინდივიდუალურ საცხოვრებელი განაშენიანება განავითარონ. აქ ნახეთ რა ხდება, მერია ითხოვს უკვე კოლექტიურად ეგრეთ წოდებული ამ GRG-ს განაშენიანების გეგმის შედგენას. ეს ადამიანები იტანჯებიან. აი ეს სამხანაგობები ხო, აი თქვა კონკრეტულ ტერიტორიაზე არის 20, 25, 30 ადამიანი. იქ არის კრიტერიუმები განსაზღვრული მერიის მიერ, როგორ უნდა მოხდეს განაშენიანება, რამდენი 10,000 კვადრატულ მეტრზე რამდენი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი შეიძლება დაიდგას. ან თუ ფიქსირდება მესაკუთრის მიერ მიწის ნაკვეთი, რომელსაც აქვს 1000 კვადრატული მეტრი, ვთქვათ, ნაყიდი, ან 1500. უკვე აი ამ ინსტრუქციების თანახმად, რომ ეს GRG მოიპოვოს, ამ ადამიანს უწევს თავისი ოფლით ნაშოვი ფულით შეძენილი ნაკვეთიდან დააკმაყოფილოს მერიის მოთხოვნები და მოიკლოს 1000-დან თქვათ 100 კვადრატი. იმის გამო თუ კონსტიტუციით ადამიანი გათვალისწინებულია ფიზიკური პირი ყიდულობს, შეიძენს ნივთს, ვისა აქვს უფლება რომ იმას რაღაცა მოატეხოს ან ჩამოაჭრას. ანუ აი ამ დონეზე მიდის, კანონმდებლობის დონეზე ხდება კონკრეტულად თუ ეს ჭირდება საერთო ინტერესებს, რომ იქ იმ ნაკვეთს გამოაკდეს გარკვეული ფართობი იმისთვის გზა გაფართოვდეს. იმისთვის რომ რაღაც საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, აი დასახლების პირობები გაუმჯობესდეს, 1000 რამეა, ხო? მაშინ მე რა თქმა უნდა ხალხს დაუჭერ ასეთ რეგულაციებს. რეგულაციები უნდა იყოს. მაგრამ სისტემური აი მაგალითად გეტყვით რეგულაციასთან დაკავშირებით. შეხედეთ თუ კი ამ ადამიანებს, თქვათ, აი GRG-ს ამზადებენ, ხო? ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც უნდათ ინდივიდუალური განაშენიანება. ახლა არქიტექტორთან უნდა ვისაუბროთ ამ თემაზე და უფრო სფეროს ექსპერტთან, მაგრამ პირობითად ვიტყვი. ეუბნებიან, რომ შენ ინგლისური ტიპის ეზო აღარ მოაწყო. ვინაიდან აქ ტრაფიკი გავა მომავალში ქუჩაზე, რომელთანაც შენ აპირებ ამ მშენებლობას და გვერდიდან გააკეთე შესასვლელი. ამით ხსნიან, რომ აქ შეიძლება მერე მანქანების უფრო ტრაფიკი განვითარდეს, შეიძლება საავტობუსო მიმოსვლა დაინიშნოს, ნომრები გამოიკიდოს. ამ შემთხვევაში და აქედან შეფერხდება ეს მოძრაობა. მაგრამ შენ თუ ამდენს ფიქრობ, რომ ოდესღაც იქ შეიძლება ტროლეიბუსის თუ ტრამვაის ხაზიც გაკეთდეს, რატო ავალდებულებ ამ ადამიანებს, რომ გააკეთონ, თქვათ, საკანალიზაციო სისტემაზე კი არ დაიწყონ ფიქრი, არამედ სეპტიკი იყიდეო, გინდა თუ არა. ანუ ეგრეთ წოდებული ლუფტკლოზეტი მოაწყეო. ხვდებით, ანუ არა თანმიმდევრულია ეს ნაბიჯები. უკვე ჩდება
ლოგიკური კითხვა რომ ვიღაცებისთვის კარმუშკები ხო არა აქვთ გაკეთებული. არის. რომ ვიღაცები გეუბნებიან რომ ხეები დარგი. აი ჩამო ჰოლანდიური ხე დარგიო, ირლანდიური ფიჭვი დარგიო, თუ რა გონიათ არა, აი სამეგრელოში. თქვენ კარგად იცით ყველა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის ეზოკარი ბოტანიკური ბაღები ვითავთ. მეგრელებს. რა პრობლემაა? ჩავა და ჩამოიტანს ჩარგავს. არა, აი იქ უნდა შეიძინო კონკრეტული ჯიშის ხე, რომ ჩარგა იმ GRG-ზე განვითარებისთვის. ითხოვენ უამრავ ცნობებს. თელასი, JVP, აქ ძველი მილი ხო არ გადის, დაჟანგულია, ისა მოიღე, ის ჩაიტა. ეს არის ძალიან დიდი ხარჯი. ანუ ადამიანი ცდილობს გაიქცეს ქალაქიდან რომ სუფთა ჰაერი ისუნთქოს და იქაც აწყდება ნერვიულ დროზე ადრე უსწრაფებენ სიცოცხლეს ამდენ ნერვიულ. აი ამდე ბევრი ესეთი მომენტია. ამ საკითხებში სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს კერძო მესაკუთრეს, GVP არ უნდა იყოს კერძო. აი ასეთი ორგანიზაციები სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც თბილისს აწოდებს წყალს, ელექტროენერგიას, ეს უნდა იყოს სახელმწიფო. და რიგით მოქალაქეს უფრო გაუადვილდება მათთან ურთიერთობები, იმიტომ რომ GVP როგორც კერძო კომპანია, მას პასუხისმგებლობა მინიმალური აქვს მოსახლეობასთან. წყალს გვაწოდებს მაგალითად და ელექტროენერგიას. ჩვენ ხელშეკრულებაც კი არ გვაქვს მათთან დადებული. ეს თავს მოხვეული რაღაცა ურთიერთობებია, რომელშიც ჩვენ იძულებით შევდივართ როგორც ინდივიდუალური მომხმარებლები. ნუ ერთ სიტყვით ეს არის ყველა მიმართულების, სადაც არ უნდა გაიხედო ეს, რა თქმა უნდა, პრობლემები არსებობს, იმიტომ რომ საერთო ჯამში საქართველოს ისე განვითარდა ბოლო 35 წლის მანძილზე, რომ ქაოსურად ვითარდება და ეს ქაოსი აწყობს მხოლოდ და მხოლოდ კერძო ინტერესებს. და თუ სადმე წესრიგი შეინიშნება, ის წესრიგიც აი ისეთია წინააღმდეგობრივია, იმიტომ რომ ეს წესრიგიც ემსახურება კერძო ინტერესებს, კერძო კომპანიების ინტერესებს, კერძო მონოპოლისტური კომპანიების ინტერესებს. ეს უნდა შეიცვალოს მიდგომა საერთოდ. ბიუჯეტის ფორმირების წესი უნდა შეიცვალოს. ბიუჯეტის გახარჯვის წესი უნდა შეიცვალოს. და ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, საერთო კანონმდებლობის შეცვლა, კანონმდებლობა და კონსტიტუცია მათ შორის კი არა პირველ რიგში, რომელიც მიმართულია კერძო ინტერესების დასაცავად და არა საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. თუმცა კონსტიტუციის მიხედვით ჩვენ ვართ სოციალური სახელმწიფო. სოციალურობის რამე ეთყობა ჩვენ სახელმწიფოს? თუ ჩვენ სოციალური სახელმწიფო ვართ, მაშინ არ უნდა იყოს უმუშევრობის ასეთი მაღალი დონე, არ უნდა იყოს ამდენი სოციალურად დაუცველი, არ უნდა იყოს ასეთი პენსიები, ასეთი ხელფასები, არ უნდა იყოს ასეთი მიგრაციის მაღალი დონე. კი ბატონო, კორუფციის ნულოვანი კორუფციის ეს მიზანი აუცილებლად მისასალმებელია, მაგრამ ეს არის ფრაგმენტი. ერთი უბრალოდ აი სისტემიდან ამოღებული ერთი რაღაცა გარკვეული მიმართულება, რომელსაც ჩვენ მივასალმებით, მაგრამ რომელიც პრობლემას ვერ გადაჭრს და არ გადაჭრს. ქართულ ოცნებას მოუწოდებთ შეცვალოს ანტიხალხური ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა. ნეოლიბერალური ხო შეცვალეს რიტორიკა, ლიბერალები იყვნენ, გახდნენ კონსერვატორები. შეცვალო ნეოლიბერალური პოლიტიკაც, ეკონომიკური და სოციალური. და ეს პოლიტიკა იყოს ორიენტირებული საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ინტერესს. შეცვალონ საქართველოს კონსტიტუცია. შეცვალონ საქართველოს კონსტიტუცია, რომელშიც ესე იგი ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ კერძო ბიზნესი განვითარდეს და ამ კერძო ბიზნესის განვითარების პარალელურად არ არის გათვალისწინებული იმ სუბიექტის ინტერესები, რომელიც ამდიდრებს აი ამ კერძო ბიზნესს. კერძოდ შრომელი ხალხის და საქართველოს მოსახლეობის ინტერესები. ეს არის ჩვენი მოთხოვნა, ჩემი პირადი მოთხოვნა, ჩემი ბიოგრაფია ვინც იცის, მე ყოველთვის ვიყავი სოციალიზმის მომხრე, სოციალისტური სისტემის მომხრე და აი იმ სისტემის მოწინააღმდეგეა, რომელიც ჩამოყალიბებულია საქართველოში დღეს, რომელსაც არ ეშვება ქართული ოცნება. ნუ ჩვენ ამაზე კი ვთქვით, რომ ახლა დიდწილად მაინც გარე ფაქტორებზე ვართ დამოკიდებული. თავად ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ჩარევა ხდება.
გარე ძალების მხრიდან ხდება ჩარევა და როგორც ჩანს ეს არის ერთ-ერთი მთავარი ძირითადი ფაქტორი რომელიც მესმის მაგრამ ესე იგი არ ვიტყოდი რომ რადიკალურად მაგრამ თუნდაც ფრთხილი და ეს ლავირება და ის ხაზი რომელიც გამოიყვანს აი თქვენს მიერ თქვათ სასურველ ვითარებამდე ქვეყანას ესე უცბად ქირურგიულად მე ვფიქრობ რომ ვერ მოხდება არა უცბად არ მithქვამს რომ უცბად გარე ძალების ზეწოლა ხდება ძირითადად საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით რაც შეეხება ეკონომიკურ პოლიტიკას და სოციალურ პოლიტიკას ნეოლიბერალური პოლიტიკის ეპოქა უკვე დასრულდა საერთაშორისო სავალუტო ფონდი მსოფლიო ბანკი აი ამ სტრუქტურების გავლენები შემცირდა თურქეთი ვახსენეთ ჩვენ თურქეთი მიყვება ისეთ ეკონომიკურ პოლიტიკას რომელიც პირველ რიგში შეესაბამება თურქეთის ინტერესებს კი არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაწილე წევრი ქვეყანა მსოფლიო ბანკთანაც აქვს ურთიერთობა მაგრამ ის ატარებდა მთელი ამ 30 წლის მანძილზე ისეთ პოლიტიკას რომელიც პირველ რიგში შეესაბამებოდა შიდა ეკონომიკურ ერთეულებს მე ხო არ ვამბობ იმას რომ დაუშვათ კერძო ბიზნესს ჩამოვართვას ბიზნესები არა მე ვამბობ იმას რომ კერძო ბიზნესი აი ფულიანი ხალხი ვინც არის ვინც გამდიდრდა როგორ გამდიდრდა ეს სხვა საკითხია ამას არ ვეხები ახლა შენ თუ მდიდარი ადამიანი ხარ და ბიზნესმენი ხარ აი ამ ბიზნეს რესურსების მიმართვა უნდა მოხდეს რეალური ეკონომიკის ადგილობრივი წარმოების მაღალ ტექნოლოგიური წარმოების განვითარების მიმართულებით ამას სჭირდება შესაბამისი საბიუჯეტო საკრედიტო პოლიტიკა და დღეს კიდე შექმნილია ესეთი პირობები რომ ბიზნესი მიმართულია აი ასეთი დარგებისაკენ დაუშვათ კერძო მშენებლობები რომელიც გახდა უკვე მშენებლობის წინამდე კი არა ვარ დაუშვათ მე საერთო ჯამში არამედ აი ამ მშენებლობების წინამდე ვარ რომელიც არის აი პირდაპირ ემტერება ჩვენს დედაქალაქს თბილისს საბიუჯეტო პოლიტიკა საერთოდ პოლიტიკა უნდა მიმართული იყოს იქითკენ რომ ეს მშენებლობები იყოს მრეწველობის დარგში სოფლის მეურნეობის დარგში თუ მშენებლობას აქვს მაინც და მაინც აი მშენებლობა უნდათ რა საწარმოო სიმძლავრეები მშენებლობა აქ შეიძლება ისეთი სისტემების შექმნა რომ საბანკო სფერო დაეხმაროს ზუსტად ამ მშენებლობის კრედიტები გამოიყოს პერსპექტიული დარგების ბიზნესთან ერთად და შეუწყოს ბიზნეს ხელი რომ პერსპექტიული დარგებში ჩაიდოს მისი ფული და მისი ფინანსები ჩვენ ამის ნიშნების საერთოდ ვერ ვხედავთ აი რომელიმე პერსპექტიული დარგი ჩვენთან განვითარდა ბოლო დროს სოფლის მეურნეობა ავიღოთ რომელიმე დარგი აი დაუშვათ რესურსები მიიმართა იმისკენ რომ სოფლის მეურნეობაში აი მოცვის კამპანია იყო დასავლეთ საქართველოში ეს ამან გამოიწვია გარკვეული რა თქმა უნდა მდგომარეობის შემსუბუქება დასავლეთ საქართველოში გურიის ზონაში იმერეთის ზონაში განსაკუთრებით და აჭარაში ეს იყო დახმარება მაგრამ ეს არის ერთ-ერთსაც ვერ ეპიზოდური ხო ჩვენ სისტემურ მიდგომას ვერ ვხედავთ ანალოგიური შეიძლება ვთქვათ მეთხილეობაზე თუ გახსოვთ ხომ უამრავი უფრო ადრე იყო ეს კამპანია ეკონომიკას ვინც აშუქებს რომ აი საქართველოს თხილი კარგად გადის იქ მილიონები შემოვიდა მაგრამ ბოლო პერიოდში მერე იქ პარაზიტები ეს ფაროსანა აფუჭებს ნუ რა თქმა უნდა ეს ეკონომიკური ომების მომენტიც არის ახლა იქ მეზობელ ქვეყნებსაც აქვს ეს ბიზნესი იგივე თურქეთს აღმოჩნდა რომ ქართული თხილი უვარგისია და ეს ეპიზოდური იყო ყველაფერი ასევე იყო თუ გახსოვთ ვინაიდან ჩვენ საკმაო აგრარული გამოცდილება გვაქვს ჯერ კიდე საბჭოთა დროიდან მოყოლებული ყველა რეგიონებში ცენტრები იყო აი თუ შეპს მექანიზატორის გახსოვთ ხომ ერთი 100 ტრაქტორი იდგა ჩაბმული თავის გუთნით თავის ყველაფერს ახლაც არის მაგრამ არა აღარ ეს კერძო ახლა და შენ რო იქირავ მაგრამ ის ტექნიკა აღარ ჩანს იქ საწავიდა ის ტექნიკა ან ჩამოიწერა და სადღაც მეზობლობაში გაიყიდა ალბათ იმიტომ რომ უხმარი იყო უმეტესობა 3-4 ცალი დადიოდა ამ თავის გუთნით
დანარჩენი იყო დაკონსერვებული. აი რითია დაკავებული დაუშვა სოფლის მეურნეობის სამინისტრო. მე ერთხელაც არ გამიგია, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაინტერესებულია საქართველოში მეჩაიეობის აღდგენით. როგორც დარგის აღდგენით. ეს ყველაზე პერსპექტიული, ყველაზე მომგებიანი სოფლის მეურნეობის დარგი არის დასავლეთ საქართველოსთვის. არაფერს არ აკეთებენ. დაკავებული არიან იმ ბიუჯეტის ათვისებით, რა ბიუჯეტის მათთვის არის გამოყოფილი. ისევ თავისი ესე ნაცნობობის, თავისი ესე იგი ბიზნეს ინტერესების შესაბამისად. ჩვენ ესე იგი თხილის და ესე იგი იმის მოცვი ვახსენეთ აქ. ყველაფერი გაკეთებულია იმისათვის, რომ საერთო ჯამში მოიგოს თხილის მსხვილმა წარმოებელმა, მოცვის მსხვილმა წარმოებელმა. აქეთკენ მიდის მაინც. ის ფასებს არეგულირებს. საერთაშორისო კონjunქტურა, საერთაშორისო ბაზარზე, რა თქმა უნდა, ფასები. აი თხილის ფასი წელს იყო შედარებით მაღალი, იმიტომ რომ თურქეთში არ იყო მოსავალი კარგი. და ამან უშველა საქმეს. მაგრამ ადგილობრივი მსხვილი მწარმოებლებიც ასევე აწესებენ დემპინგურ ფასს სეზონის პერიოდში. ის ხალხი, მსხვილი მწარმოებლები, რომლებსაც მიუწვდებათ ხელი იმისკენ რომ ესე იგი ჩამოაყალიბონ მსხვილი სტრუქტურები, გადამუშავების, მაცივრების და მიუწვდებათ ხელი ექსპორტზე. ისინი აწესებენ დემპინგურ ფასებს. ისინი ხდებიან შემსყიდველები მოცვისაც, თხილისაც და ესე იგი ის ხალხი, რომელიც წვრილი მეწარმეები, ასე ვთქვათ, რომელსაც რატომღაც ფერმერები ქვია. აი ფერმერები არიან ესენი მსხვილი მოწარმეები. მათ უწესებენ ფასებს და მათ ხარჯზე მდიდრდებიან. ესეც გაკეთდა ისე, აი ეს მიმართულება სოფლის მეურნეობის, აი თითზე ჩამოსათვლილი რაღაცა დახმარების პროგრამებია, ხო? ესეც გაკეთდა უკუღმართულად. აქედან გამომდინარე, მე ვამბობ, რომ საქართველოში ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა ეს არის ანტიხალხური, ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკა. და ამის შეცვლისკენ მოუწოდებ ქართულ ოცნებას. მოუწოდებ ქართულ ოცნებას წინა საარჩევნო და ახლა ადგილობრივი არჩევნებია, ხო? შეიძლება მოხდეს ისე, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩაინიშნოს. შესთავაზოს საქართველოს განვითარების პროგრამა. ისეთი პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება არა ბიზნესის ინტერესების, დიდრების ინტერესებისკენ, არამედ საქართველოს მოსახლეობის ინტერესების დასაცავად. კი ბატონო, მადლობა ბატონ თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. ჩვენ შევხვდებით მომავალ კვირას 4 შაბათს 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის. ნახვამდის. მადლობა.